დღეს ავტორბოლაში წარმოგიდგენთ კანამის ფირმის Commander Limited-ს, რომლის გატესტვის საშუალებაც მოგცა კომპანია ტრანსპორტერმა. და იცით, რომ ტრანსპორტერი არის BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აი ზუსტად BRP-ს ჩაფხუტი მიჭირავს, მე რა თქმა უნდა ამის გარეშე არ შეიძლება ტესტი. აი ესეთი ჩაფხუტი დავიხუროთ და კანამის ფირმის აი ესეთი ხელთათმანები. BRP ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც სხვადასხვა რელიეფზე გადაადგილებისთვის თანამედროვე ტექნიკას აწარმოებს. ინოვაციური ტრანსპორტი, რომელიც გართობისა და სამაშველო სამუშაოებისთვის გამოიყენება, აღჭურვილია როტექსის ძრავით, რომელიც თვითმფრინავების წარმოებით არის ცნობილი. როტექსის ძრავის წარმოებას ცალკე შენობა გააჩნია. კომპანია BRP-ს ქარხანაში მუშაობენ სერტიფიცირებული და გამოცდილი მექანიკოსები. ყოველწლიურად მათი რაოდენობა შესაბამისად იზრდება. ხელთათმანებიც მოვირგეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ ხვედი არ გაიკეთებ, მანქანა არ წავა. ყოველ შემთხვევაში ლიმიტირებული იქნება და ასე რომ ისედაც საჭიროა უსაფრთხოებისთვის. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს ავტომატური კოლოფი, დავაყენოთ H-ზე, L არის უფრო უგზოებისთვის. რა თქმა უნდა 4-4-ზე ავტომობილი და გვაქვს ორი, ანუ მარტო უკანა წამყვანი ხდება. და უბრალოდ ეს წარმომიდგენია, სად შეიძლება ამ ავტომობილმა დაგმოვდეს. აქვე გეტყვით, რომ ეს არის 1000 კუბიანი, სიჩქარე გვაქვს 130 კმ/სთ სიჩქარე. და წარმოგიდგენიათ ამ ავტომობილით 130-ით როგორი ვლიც. ესე იგი ტრასაზე დგომა კარგია, აი უგზოებაში მაინც ცოდნა უნდა, ანუ გამოცდილება არის მაინც საჭირო. კომანდერი ძირითადად 800 და 1000-იანი კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით გვხვდება. ავტომობილი კვადროა და საბურავების შესაბამისი შერჩევით ყველა რელიეფზე მოძრაობს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენ არ გეშინიათ, თქვენ ნამდვილად საიმედო ავტომობილში ხართ. დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარე უკვე იგრძნობა ამ ავტომობილზე, მაგრამ ტრასაზე დამეჯერეთ ეს არ იგრძნობა. BRP წელიწადის 4-ვე დროზე მორგებულ ტექნიკას აწარმოებს. შეგვიძლია გართობის გარდა გამოვიყენოთ ისეთ საკითხებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სამაშველო საზღვაო სამუშაოები. აგრეთვე შეგვიძლია დავამაგროთ ჯალამბარიც. ამის შემდეგ უკვე თოვლით გაუვალ საფარზეც თამამად ვიმოძრავებთ. ასევე თოვლის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ. პირველ რიგში გეტყვით, რომ კომანდერს იყენებენ მესაზღვრეები. ეს ძალიან პრაქტიკულია ეს ავტომობილი, რადგან ყველგან მავალია და აქვე გეტყვით მის საბარგულზე. ეს აგრეთვე ძალიან კარგია სოფლის მეურნეობისთვის. რა თქმა უნდა, ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს. აი ესეთი დიდი მოცულობა აქვს. რა თქმა უნდა, ხედავთ იღება. თუ ჩვენ ბარგი გვაქვს, მაგალითად ქვები ან შეშა, შეგვიძლია აი ესე დავცალოთ. ეს ნელ-ნელა თვითონ დაცლის, რაც საკმაოდ კომფორტულია და კიდევ ერთი სათავსო, რომელიც უკან იმალება. ამასაც გაჩვენებთ. ესე იგი, პირველ ეტაპს ხურავთ. და აი აქ გვაქვს კიდევ ერთი სათავსო, რომლის მოცულობაც აგრეთვე შეგვიძლია გავზარდოთ, აი ასე. ამოვიღებთ აი დაფას და საბარგულის მოცულობა გაიზრდება. აუცილებელია და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩაფხუტი. მაგის გარეშე BRP-ს ყველა ტექნიკაზე გვეგრძალება მოძრაობა. ასე იგი, თქვენ თუ მიადერხით დიდ დაღმართს, მაშინ რა თქმა უნდა გადასცოთ L-ზე. ეს არის ფაქტიურად იგივე, რაც პანიჟენიეს ვეძახით. და უკვე ავტომობილი თავისი სვლით ნელ-ნელა ჩავა დაღმართზე. ეს იმათთვის ვინც ცოტა გამოუცდელია.
საჭე საკმაოდ კარგი აქვს, ეს არის მართლა სპორტული ხასიათის საჭეა. აი ადრე თუ გახსოვთ, Honda-ს ჰქონდათ ესეთი სპორტულ Honda-ს ავტომობილებს. ძალიან კარგად ის ხელში. რა თქმა უნდა, საბურავები უნდა გქონდეთ სპეციალური, ანუ ყველა სეზონის. არის აგრეთვე თოვლის ცალკე საბურავები და რა თქმა უნდა, ტალახის ცალკე. მე მართლა მაინტერესებს თოვში გამოვცადო ეს ავტომობილი. თოვში უფრო კარგია, მაგრამ კომპანია ტრანსპორტერს უფრო კარგი ტექნიკა აქვს თოვლისთვის, ჩვენ ამასაც აუცილებლად გაჩვენებთ. თითქმის 1 წელია ტრანსპორტერი ბომბარდირის ოფიციალური დილერი გახდა. PRP სპეცტექნიკა ქართულ მოხმარებელს შეუძლია თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე კომპანია ტრანსპორტერის ახალ ოფისი შეიძინოს. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. მე ზუსტად ერთი კვირი დაგემშვიდობებით და შემდეგ გადაცემებში კიდე სხვა ავტომობილების ტესტ-დრაივს შემოგთავაზებთ. აბა, კარგად.